ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის პროცედურებთან დაკავშირებით განმარტებები თეა წულკიანმა პირველი არხის ეთერში გააკეთა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საგამოძიებო კომისიის მანდატი უკვე ამოწურულია, პროცესი არ შეჩერებულა და ინიციატივა პარლამენტის ეგიდით გრძელდება. საბოლოო გადაწყვეტილება კი მისივე თქმით სასამართლოზეა. წულკიანი ამბობს, რომ დასკვნაში ფიგურირებენ მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვის წევრები, მათ შორის ყოფილი მინისტრები და დეპუტატები და ასევე ბიზნესის წარმომადგენლები. ეს ძალა, რომელიც მართავდა 9 წელი ჩვენს ქვეყანას და დღეს ოპოზიციაშია, აი ამ დასკვნით დასტურდება, რომ არ აქვს მას თავის თავში რესურსი იმისა, რომ შეიცვალოს, არც ნება აქვს ამისი და არც უნარი. შესაბამისად, ეს ერთი და იგივე ძალა, რომელიც ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში გვიქადის მინიმუმ იგივეს, რაც აკეთეს 9 წლის განმავლობაში, მაგრამ სავარაუდოდ უარესსაც კი. სწორედ ამიტომ ამ დასკვნის საფუძველზე ჩვენმა საპარლამენტო უმრავლესობამ და ქართული მოოცნებამ, როგორც პარტიამ, მიიღო გადაწყვეტილება, ეს თქვენ იცით, რომ ეს დასკვნა გახდეს საფუძველი საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების წამოწყებისა, რომლის მიზანიც იქნება ნაციონალური მოძრაობის და მისი წევრების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა. ჩვენი გასაკეთებელი საქმე და მისია, რომ ჩვენ როდესაც მოგვიწევს ხელისუფლებებიდან წასვლა არა 5 ოქტომბერს და დამხობის გზით, არამედ არჩევნების გზით, ამის დრო დადგება. მორიგი არჩევნების დროს როდესღაც ჩვენ გამორიცხული გქონდეს იმ დროისთვის ყველანაირი შანსი და რისკი იმისა, რომ აი ამ დასკვნაში აღწერილი ფაქტების ჩამდენი პირები დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. აქ ფიგურებს, რა თქმა უნდა, თავარი მიხეილ სააკაშვილი, იმიტომ რომ ის არის და ეს დასკვნა კარგად აჩვენებს ამას, ის იყო და არის თავი და თავი ყველა იმ უბედურების, რაც ჩვენს ქვეყანას და მოქალაქეებს თავს დაატყდათ და ასევე მისი ფიგურანტები იქნებოდა ეს ნაციონალური მოძრაობის წიაღიდან წამოსული მინისტრი, დეპუტატი თუ ვთქვათ, თუნდაც TBC ბანკის მესვეული, რომელიც როგორც ბიზნესის რეკეტის კონკრეტული თავი ფაქტებით აჩვენებს ამ დასკვნაში, სპეციალური სქემები არსებობდა ბიზნესის საკუთრების ხელყოფისა და ერთ-ერთი მთავარი სქემა იყო ხაზარაძესა და ჯაფარიძესთან დაკავშირებული.